როდესაც მე დავდივარ საელჩოებში შეხვედრაზე, ახლა ვაქვეყნებ ამ ინფორმაციას კამპანიის ფარგლებში დავიცვათ უვიზო მიმოსვლა. ვიცავთ უვიზო მიმოსვლა. იმისთვის დავდივარ შეხვედრებზე, რომ დავარწმუნო ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ არ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ამის მაგივრად დააწესონ პირადი სანქციები კალაძეზე, კობახიძეზე და ბიძინა ივანიშვილზე. ანუ დღეს არის ასეთი პრობლემა. პირადი სანქციები დიდი ხანია იქნებოდა გამოყენებული, რომ არა ორი სახელმწიფო, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც პირად სანქციებს ეწინააღმდეგებიან. სხვადასხვა მიზეზების გამო ამბობენ, რომ პირადად, როდესაც გვინდა რომ დასანქცირდეს კალაძე, არ უნდა მოხდეს ეს. და მე რო ვხვდები ელჩებს და ამ კამპანიაზე ინფორმაციას ვავრცელებ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვეუბნები, რომ არ დაასანქციროთ ქართველი ხალხი, იმით რომ ჩამოგვართვან უვიზო მიმოსვლა, ეს შესაძლებლობა არის. ამას სჭირდება მარტო 16 სახელმწიფო, არამედ მეგობრებო, მხარი დაუჭირეთ 27-ვემ. მხარი დაუჭირეთ იმას, რომ პირადად დასანქცირდნენ კორუმპირებული ავტორიტარები. აი ამაშია საქმე და ამაშია არსი ჩემი კამპანიისა დავისვათ უვიზო მიმოსვლა.